2025 წლის Google I/O კონფერენციამ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღება მიიქცია, რადგან ამერიკულმა Google-მა საზოგადოებას ახალი პროდუქტები და სერვისები წარუდგინა. ღონისძიების ცენტრში ხელოვნური ინტელექტი Gemini და Android ეკოსისტემის განახლება იყო, რაც ყველასათვის მოსალოდნელი იყო. კონფერენციის მთავარი მოვლენა ახალი თაობის Gemini-ის პრეზენტაცია იყო. ეს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელი Google-ის მთელ ეკოსისტემაში ინტეგრირდება, მათ შორის Android ავტორში, Google TV-ში, Wear OS-ში, Android-ში და აგრეთვე Android XR-ში, რომელიც საერთოდაც ახალი ოპერაციული სისტემაა. ამასთან Gemini Live ფუნქცია მოხმარებელს რეალურ დროში თარგმნის, კამერების მონაცემების გაზიარების და ეკრანის სტრიმინგის ახალ შესაძლებლობებს მისცემს. Live თარგმნის ფუნქციონალი იმდენად სწრაფი და ეფექტიანია, რომ ის თითქმის სრულყოფილად ასრულებს თარჯიმანის საქმეს. Hi Camilla, let me turn on speech translation. It's nice to finally talk to you. Es bueno hablarte finalmente. No puedo esperar a alquilar tu casa. Te vas a divertir mucho y creo que te va a encantar. You're going to have a lot of fun and I think you're going to love visiting the city. The house is in a very nice neighborhood and overlooks the mountains. That sounds wonderful. Is the house Eso suena maravilloso. ¿Es la casa cercana al transporte público o recomiendas alquilar un coche? Hay un autobús cerca, pero There's a bus nearby, but I would recommend renting a car so you can visit the nature and enjoy it. that sounds great. Eso suena genial. კომპანიამ ასევე წარადგინა Gemini 2.5 და Gemini Pro მოდელები, რომლებიც გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, აზროვნების დახვეწილი სისტემით და საფუძვლიანი კვლევის ჩატარების გაზრდილი შესაძლებლობებით გამოირჩევიან. რაც მთავარია, Google-მა საძიებო სისტემაში ახალი AI რეჟიმი დაამატა, რომელიც მოხმარებელს საშუალებას აძლევს კომპლექსურ შეკითხვებზე AI-ის მიერ გენერირებული პასუხები მიიღოს. ეს ფუნქცია Gemini 2.5-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს საძიებო გამოცდილების გაუმჯობესებას. მოხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ Deep Search ფუნქცია, რომელიც აერთიანებს პირად ინფორმაციას, როგორც არის მაგალითად მოცემული ჩვენს Gmail-ში, Drive-ზე, კალენდარსა თუ სხვა პერსონალიზებულ აპლიკაციებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს I/O კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ბაზარზე AI მოდელების გამოჩენამ Google Search-ზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან მოხმარებლებს შეკითხვებზე პირდაპირ პასუხების მიღება ურჩევნიათ, ვიდრე უბრალოდ ვებგვერდის მისამართების გაცნობა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალი Android 16-ის ოპერაციული სისტემა Material 3-ის დიზაინს ემყარება, რომელიც მოხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ და დინამიკურ ინტერფეისს თავაზობს. სისტემაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მრავალფანჯრიანი რეჟიმი და დამატებულია ახალი ფუნქციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი Linux ტერმინალის ფუნქცია, რომელიც მოხმარებელს საშუალებას აძლევს Linux აპლიკაციები პირდაპირ Android მოწყობილობებზე გაუშვან. ამასთან ახალ Android-ს ექნება desktop რეჟიმი და მას ყოველ ძირითად მოდულში სრულად ექნება ინტეგრირებული Gemini. ამ ყველაფერთან ერთად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ახალი თაობის XR სათვალეების შექმნას აანონსებს, რომელთაც Android XR-ის სახელით ცნობილი ოპერაციული სისტემა ექნება. საწყის ეტაპზე ამ სისტემით Samsung-თან და X-Real-თან თანამშრომლობით შექმნილი სათვალეები აღიჭურვებიან, თუმცა მომავალში სისტემა ყველა მწარმოებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, Gemini-ის ღრმა ინტეგრაციის წყალობით Google-ის XR მოწყობილობები Apple-ის და Meta-ს მიერ შექმნილი XR და VR სათვალეების ჯობნას შეძლებენ, რადგან Google-ის კონკურენტებს AI ინტეგრაციის მიმართულებით ჯერაც საკმაოდ დიდი პრობლემები აქვთ. კიდევ ერთი სიახლე Google Beam-ია, რომელიც მოხმარებლებს საშუალებას მისცემს განახორციელონ სამგანზომილებიანი ვიდეო ზარები. ახალი ტექნოლოგია HP-სთან სტრატეგიული პარტნიორობით ვითარდება და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციასაც უზრუნველყოფს. როგორც Google-ში ამბობენ, Beam-ის დახმარებით დისტანციური მუშაობა გამარტივდება და ოფისში ფიზიკურად ყოფნის საჭიროება უბრალოდ გაქრება. ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებითაც Google-ს დიდი სიახლეები აქვს. კონფერენციაზე ნაჩვენები Veo 3 და Flow წარმოადგენენ ახალ AI ინსტრუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ ვიდეო კონტენტის შექმნასა და რედაქტირებას. Veo 3 მოხმარებელს ტექნიკური აღწერილობის საფუძველზე ვიდეოების გენერაციის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო Flow ვიდეოს რედაქტირების პროცესში AI-ის გამოყენების საშუალებას იძლევა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, Veo 3 ოპერატორების და რეჟისორების, ხოლო Flow მემონტაჟეების ჩანაცვლებას გეგმავს.
საერთო ჯამში IO 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და Google-ში კარგად ესმით, რომ ტრადიციული ხელსაწყოების, მათ შორის search-ის ხანა დასრულებულია, რადგან ჩვენ უკვე AI ეპოქაში ვიმყოფებით, რომელშიც Google-ს დომინაციის გაგრძელება სურს.